მედიის 19 წარმომადგენელი ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების საქმეები სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო. ძალადობა, ტექნიკის დაზიანება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეშლა. ეს არასრული ჩამონათვალია ფაქტების, რომელიც ოცნების ავტორები დედაქალაქის ქუჩებში ვიხილეთ. ნუცა პახუტაშვილი განაგრძობს საუბარს პირდაპირ ეთერში, ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, კოკაია და სხვები ამ სახელწოდებით საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში, ეს კი არასრულ ორ თვეში მოხდა უპრეცედენტოდ ადრეულ დროში, მალე დაიწყება სტრასბურგში აღნიშნულ საქმეზე მსჯელობაც. პარალელურად საქართველოშიც ლოკალურ დონეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა როგორც ჩვენთან 2023 წლის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაშავებული ჟურნალისტები ამბობენ, ამ დრომდე ზოგიერთ მათგანს დაზარალებული სტატუსიც კი არ აქვთ, ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ეს სტატუსი და გამოძიება ამ ეტაპზე არის შეჩერებული. საქმეს კაციტაძის უწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, რომელიც ახლა პროკურატურას დაუქვემდებარა. საინტერესოა იქნება თუ არა რაიმე წინსვლა ამ ცვლილების შემდგომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლოში სამართალწარმოების დაწყებამდე ლოკალურ დონეზე არათუ გამოკითხული და დასჯილი, არამედ იდენტიფიცირებული კი არ არის არც ერთი პოლიციელი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჟურნალისტების მიზანმიმართულ ძალადობასა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელშეშლაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეებში არაერთი მტკიცებულება არსებობდა, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებები 2 წელი გავიდა და ხედავთ, რომ არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა, არც ერთი საქმე არ გამოუძიებიათ და სწორედ ასე წაახალისეს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და დღესდღეობით ხედავთ, რომ სისტემური ხასიათი მიიღო და ჟურნალისტიკა აქციეს სიცოცხლისთვის საშიშ პროფესიად. პარალელურად ხედავთ, რომ ადამიანებს ქაღალდის როლისთვის ამწყდავენ ციხეში და მინდა ამ მოძალადე პოლიციელებმა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან მათი იდენტიფიცირება აუცილებლად მოხდება და ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს. ჟურნალისტებს ვერ ჩაგვაყენებენ მსხვერპლის პოზიციაში, რადგან დღეს გაორმაგებული ძალისხმევით ვაგრძელებთ მუშაობას. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო იურისტებს, რომლებმაც დამარცხმუნეს, რომ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აზრი აქვს და დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. სტრასბურგში ამ საჩივრის გაგზავნამდე არც ერთი პოლიციელი, საქმესთან დაკავშირებული არც ერთი პოლიციელი არ ყოფილა იდენტიფიცირებული და გამოკითხული, მით უმეტეს დასჯილი. ახლა 2 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში გაცილებით გაუარესებულია მედია გარემო და სახელმწიფოს დამოკიდებულება მედიის მიმართ, დამოუკიდებელი მედიის მიმართ, ვიდრე ეს იყო 2 წლის წინ, ძალიან რთულია იმაზე საუბარი აქ ადგილობრივ დონეზე, რაც შეიძლება მივაღწიოთ ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რაც გაკეთდა, თუ არ გაკეთდა გასული 2 წლის მანძილზე. არჩევანი შევადგინე მედია ომბუდსმენის გუნდთან ერთად, მუშაობდა მედია ომბუდსმენის გუნდი ასევე საქმეზე მუშაობდნენ ასევე პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც მუდმივად პირველივე დღიდან გამოკითხვებზე იყვნენ ასევე ამ ადამიანთან ერთად, მათ იციან ზუსტად როგორ დააფიქსირეს და რა დააფიქსირეს ადამიანებმა, რომლებიც დაზარალდებოდა ცნობილები, ის მნიშვნელოვანი განმეორებები, რომლებიც წესით გამოძიებისთვის უნდა ყოფილიყო საკმარისი იმისათვის, რომ თუ არა კონკრეტული პიროვნებების პასუხისმგებლობა, მინიმუმ ამ ადამიანებისთვის დაზარალებული სტატუსი მაინც მიენიჭებინათ შესაბამის დროს. აღნიშნულ საქმეზე მედია ომბუდსმენი მუშაობს სტრასბურგის სასამართლოში. ამ გამოუძიებელი საქმეების შემდეგ კი ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან კიდევ ერთხელ ქართული ოცნების რეჟიმის და მისი წარმომადგენლების მხრიდან ძალადობისა და მიზანმიმართული აგრესიის მსხვერპლი.